კახეთში სპეციფიკური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ცნობიერების ამაღლების პირველი საპილოტე კამპანია დაიწყო. დღეს შეხვედრა გურჯანელ ახალგაზრდებთან გაიმართა. პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს რეგიონში 8 მუნიციპალიტეტში შერჩეულ 35 სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას და კონკურსის დაანონსებას. მეორე ეტაპზე კი სკოლებში განთავსდება ელექტრონარჩენების შესაძლებელი ინფრასტრუქტურა. პროექტს ახორციელებს ასოციაცია ვეისთლესი, რომელიც 17,000-ზე მეტ ბიზნეს კომპანიას აერთიანებს. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეკომეგობრული კახეთის კამპანიის ნაწილია. ჩვენ გურჯაანში ჩავატარეთ შეხვედრა. 4 სკოლის წარმომადგენლები იყვნენ, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები. შევხვდით სკოლის მოსწავლეებს, გავაცანით ეს ეკომეგობრული კახეთის კამპანია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კახეთში 35 სკოლაში ვატარებთ კონკურსს, ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსი იქნება ეს და ის სკოლები, რომლებიც ყველაზე მეტ ნარჩენს შეაგროვებენ, დაჯილდოვდებიან, ვეისლესი დააჯილდოვებს მათ ფულადი პრიზებით. და მერე ფესტივალის სახით დაგვირგვინდება ეს ყველაფერი 30 მაისს ლაგოდეხში გაიმართება ფესტივალი, სადაც შევაჯამებთ ჩვენ კამპანიას. ყველაფერი ეს ემსახურება ცნობიერების ამაღლებას და ბავშვების ჩართულობას მათ გაცნობიერებას ნარჩენების სწორი მართვის საკითხებში. და გვინდა რომ შევქმნათ ინფრასტრუქტურა კახეთის რეგიონში, რომ მოსახლეობას საშუალება მივცეთ, რომ სპეციფიკური ნარჩენები ჩაგვებაროს, მერე ჩვენ ამაში შევაგროვებთ და გადავამუშავებთ. ჩავერთეთ მეტანიშნულოვან პროექტში ეკომეგობრული კახეთი, რომელიც ითვალისწინებს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებას და ადამიანებში, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურად ჩაერთნენ ბავშვები, ძალიან დიდი мотиваტორია ის, რომ სამი გამარჯვებული იქნება. ჩვენ ვეცდებით, რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა და გავხდეთ ერთ-ერთი გამარჯვებული. კონკურსი ეკომეგობრული კახეთი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც იწყება 7 მაისს და 21 მაისს იქნება ფესტივალი, რომელზეც გამოვლინდება გამარჯვებული და ძალიან დიდი ამბიცია მაქვს ჩემი სკოლის სახელით, რომ გურჯაანის ნომერ 2 საჯარო სკოლა 21 მაისს იქნება გამარჯვებული.